Საღამომშვიდობისა მე მაკაცინცაძე ვარ თქვენ უყურებთ აქტუალურ თემას და უბრუნდებით მორიგი სეზონის პირველი გადაცემით გასული წლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების დოკუმენტში გამოქვეყნებული ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები ახალი წლის დასაწყისშივე იქცა ქმედითი ნაბიჯების საფუძვლად. ტრამპი იმუქრება საერთაშორისო სამართალზე მნიშვნელოვნად საკუთარ მორალს მიიჩნევს და ტარიფებს უწესებს ყველას, ვინც გრენლანდიასთან დაკავშირებით მის პოზიციას შეეწინააღმდეგება. ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ არ არის რთული წარმოსადგენი, რის ფასად შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატების 47-მე პრეზიდენტს საკუთარი პოლიტიკური ინტერესის აღსრულება. ჩვენ გრენლანდიას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ, ამბობს დონალდ ტრამპი, რომელიც საკუთარ სურვილებს იმით ამართლებს, რომ თუ გრენლანდიას ამერიკის შეერთებული შტატები არ დაიკავებს, მას ჩინეთი ან რუსეთი გააკონტროლებს. ევროპა შეშფოთებულია განსაკუთრებით ტარიფების დაწესებით, რადგან ევროკავშირში დარწმუნებულები არიან, რომ ტარიფები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების გაღარიბების და საერთო კეთილდღეობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის. ემუქრება თუ არა ტრამპი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარანტიების საიმედოობას და რას აპირებს ევროპა. პარალელურად დაძაბული ვითარება ირანში, სადაც საპროტესტო აქციები არ წყდება, ომი გრძელდება უკრაინაშიც. ტრამპის ინიციატივით წამოწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ შემთხვევაშიც ვერ მივიდა სასურველ დასასრულამდე. მაშინ როცა მსოფლიო ახალი წესრიგი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და დაპირებული მშვიდობის ნაცვლად ომის რისკები იზრდება, რა გამოწვევები აქვს საქართველოს, როგორი უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია და სამშვიდობო პოლიტიკა. ამ თემებზე ექსპერტებთან ვისაუბრებთ. სტუდიის სტუმრები არიან რამაზ საყვარელიძე, ამირან სალუქვაძე, მამუკა არაშიძე და ირაკლი გოგავა. ბატონებო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გილოცავთ შობა ახალ წელს, მოგვიანებით, დაგვიანებით ნათლისღებას. რა თქმა უნდა, ვულოცავ შობა ახალ წელს და ნათლისღების დღესასწაულს ჩვენს მაყურებელსაც და მე როგორც ჭეშმარიტი გურული პირველ რიგში რა თქმა უნდა ვისურვებ და საკუთარ თავსაც ვისურვებ თქვენს მაყურებლებს და თქვენს სტუდიის სტუმრებსაც რა თქმა უნდა მშვიდობას. და 2026 წელთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს იყო ერთგვარი მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომ 2026 წელი მართლაც იქნებოდა მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის დამყარების წელი და უნდა გავიხსენოთ აქვე აუცილებლად მაგალითად ტრამპის პრეტენზია ერთგვარი ნობელის პრემიასთან დაკავშირებით. მარია მაჩადომა, რომელმაც გადასცა შემდეგ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ტრამპს და რას ვხედავთ დღეს, როგორ დაიწყო წელი. ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ მათი ძალაუფლება საერთაშორისო სამართალზე მნიშვნელოვანია. ვაშინგტონის მკაფიო რწმენაა, რომ მრავალმხრივი გადაწყვეტილებები უმნიშვნელოა ჩამონათვალი არის იმისთვის, რომ რაიმე არ გამომრჩეს. არიან ისეთები, ვინც მიიჩნევენ, რომ კანონის ძალა ძალაუფლების კანონით უნდა შეიცვალოს. ასევე გაეროს პრინციპები, მათ შორის წევრი სახელმწიფოების თანასწორობა საფრთხის ქვეშ არის. ორგანიზაცია საჭიროებს რეფორმას, რათა გაუმკლავდეს დრამატულ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც გაერო 193 წევრი სახელმწიფო დგას. გაეროს უშიშროების საბჭო, რომელიც შექმნილი არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, აღარ წარმოადგენს მსოფლიოს და არის არაეფექტური. ბატონო ირაკლი, თქვენგან დავიწყებ. აი ასე დაიწყო 2026 წელი, არის ასეთი ვითარება მსოფლიოში და ამას რა თქმა უნდა მე არ ვამბობ, ამას ამბობს ამ შემთხვევაში გაეროს მდივანი ანტონიო გუტერეში. რას ფიქრობ, გუტერეში ამ შემთხვევაში ცდილობს დაამძიმოს ვითარება და უფრო მძიმე ფერებში დახატოს, შედარებით შემსუბუქებას ცდილობს თუ კიდევ უფრო მძიმედ არის ვითარება თუ კი რეალობას გადავხედავთ მსოფლიო მასშტაბით. მოგესალმებით მაკა, მივესალმებით ტელემაყურებელს, მივესალმებით პატუცემულ სტუმრებს. და ახალ წელს. ნუ ყველა სულოცავ რა თქმა უნდა ახალ წელს, კალანდას. რახან გურულთან ვარ სტუმრად. გუტიერეში ახალს არაფერს არ ამბობს, ეს სამწუხაროდ საქართველებმა უკვე დიდი ხანია ვიცით, 35 წელია რომ გაერო არ არის ეფექტური ორგანიზაცია. ჩაფიქრებული იყო როგორც ქმედითი მექანიზმი, მაგრამ ის მხოლოდ ასრულებდა ბიპოლარულ სამყაროში დამაბალანსებელი ორგანიზაციის შეიძლება ითქვას იზოლატორის როლს. მაგრამ დაიშალა ბიპოლარული სამყარო, ჰეგემონია შეერთებული შტატების ასევე დასრულებულია და ცენტრიდანული აჩქარება არის დაწყებული ბევრი ისეთ ორგანიზაციაში, მათ შორის გაეროში, სადაც ტრამპი გავიდა გაეროს მთელი რიგი შვილობილი ორგანიზაციებიდან, ევროკავშირში დაწყებულია ცენტრიდანული აჩქარება და სხვადასხვა ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები განიცდის სერიოზულ კრიზისს. ანუ ლიბერალური დღის წესრიგი, მათ შორის ეკონომიკურ განზომილებაში სრულდება, პოლიტიკური დღის წესრიგი სრულიად განულებულია. დღეს მიმდინარეობს ახალი წესრიგისკენ სვლა, სამწუხაროდ ეს სვლა არის კონფლიქტებით დახუნძლული და იქნება კონფლიქტებით დახუნძლული.
ჩვენი საქართველოს თავი ამოცანაა, რომ ამ კონფლიქტებში რომელიმე ბანაკის მხარეს არ აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ გავილახებით ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან, როგორც ადრე ყოფილა და როგორც ადრე თავს მოგვახვიეს ეს სცენარი. და ეს ახალი წესრიგი ბატონო ირაკლი როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ზოგადად? არის რამდენიმე მოდელი, რომელზეც საუბრობენ. ერთი ეს არის სამპოლუსიანი მოდელი, მეორე ეს არის 4-პოლუსიანი მოდელი. სავარაუდოდ იქნება 3+1-ის, იმიტომ რომ ინდოეთი, ჩინეთი, შეერთებული შტატები, რუსეთი აი 4 პოლუსზე გადალაგდება. ძირითადად მუშაობს სამუელ ჰანტინგტონის სქემა, სადაც ცივილიზაციებს ის გამოყობს და 8 ცივილიზაციის კერას, მაგრამ ეს რამდენიმე ცივილიზაცია იმდენად დიდი მასშტაბის არ არის, ამიტომ მოსაზღვრე ცივილიზაციების მიერ იქნება. ცივილიზაციას როცა ვამბობ ძალის ცენტრი უნდა ვიგულისხმოთ. მოსაზღვრე ძალის ცენტრები შთანთქავენ მათ, ან დომინაციას გამოხატავენ და იქნება ევრაზიის ახალი გეოპოლიტიკური სტრუქტურა, სადაც დომინანტი ჩინეთის დაბალანსება მოხდება სხვადასხვა დიდი ქვეყნით, მაგალითად რუსეთით, ინდოეთით, თურქეთით, საუდის არაბეთით, ირანით. აი ესეთი ევრაზიის მშენებლობა მიდის ახლა. როგორც ჩანს, იყო სხვათა შორის აი გლობალიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, იყო რამდენიმე მოდელი და მეცნიერები ამაზე დაობდნენ. ერთი იყო ცენტრალიზებული გლობალიზაცია, უნიფიცირებული წესები, მათ შორის ეკონომიკაში, ვაჭრობაში და პოლიტიკაში და მეორე იყო რეგიონალური გლობალიზაცია. აი რეგიონალური გლობალიზაციის ერთგვარი სახე შეიძლება მივიღოთ დაახლოებით 2032-35 წლებში. თუმცა კონტურები უკვე ჩანს. გზას რა თქმა უნდა დაჭირდება გარკვეული პერიოდი. უნდა დაინიშნონ და დანიშნული არიან უკვე ლუზერებიც, მთელი ამ პროცესების, ანუ ყველაზე დიდად წაგებული ძალები, პირველი ეს რა თქმა უნდა ევროკავშირის სტრუქტურა, როგორც ასეთი, რადგან გლობალისტების პირმშოა ის და ხედავთ, რომ სხვადასხვა მხრიდან ხდება ტარანების დაჯახება ამ ევროკავშირის პროექტის მიმართ. შეერთებული შტატები აქ ფლაგმანი რა თქმა უნდა და აღმოსავლეთიდან რუსეთი, რომელიც პირდაპირ ფრონტალურ ბრძოლაშია. მე ყველას ურჩევდი, რომ მოусმინონ ტაკერ კარლსონთან სერგეი კარაგანოვის ინტერვიუ, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ეს უკრაინასთან ომი არ არის რუსეთისთვის, ეს არის ევროპასთან ომი. ევროპამ ისევ თავი წამოყო როგორც აგრესიულმა ძალამ და ჩვენ უნდა დავამორცხოთ ევროპას ეს აგრესიული ფორმა. რითი არის ეს განპირობებული? ახლა დასავლეთში, ამერიკაშიც, ჩინეთშიც, ინდოეთშიც ალბათ ყველგან აანალიზებენ, რომ ის დღევანდელი კეთილდღეობის დონე, რომელიც ევროპას გააჩნია, დასავლეთ ევროპაზე საუბარი რა თქმა უნდა, ძირითადად არ შეესაბამება მათ პოტენციალს, არც ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით, არც გეოპოლიტიკური, არც დემოგრაფიული არც სამხედრო. ხო. და არც სამხედრო კი ბატონო, ვეთანხმები ბატონ რამას. ამიტომ მოხდება ევროკავშირის პროექტის, ასე ვთქვათ, დეგრადაცია. ტრამპის ახალი დოქტრინა ეროვნული უსაფრთხოების, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა პირდაპირ პრინციპში გულისხმობს ევროკავშირის პროექტის დასრულებას და შემდეგ იქ მოხდება, ორმხრივი ურთიერთობების გაბმა ევროპის დიდ ქვეყნებთან, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ასე შემდეგ. ვინაიდან დაიწყო ევროკავშირის დეზინტეგრაციული პროცესი, ამას ეკონომიკური ინდიკატორებიც ახლავს, თანაც ჩვენ შეგვიძლია პრინციპში ვთქვათ, ხო, მაგალითად, ახალი ავტომობილების გაყიდვა 15 მილიონიდან ჩამოვიდა 9 მილიონზე. ყოველ წელს 300 მილიარდი ევრო ტოვებს საინვესტიციო კერძო კაპიტალი ევროკავშირის ბაზარს, გადადის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. ეს ინდიკატორები მოწმობს იმას, რომ ეს შეუქცევადი პროცესია. მარიო დრაგიმ სადა ამის რეცეპტის გამოწერა ევროკომისიის დაკვეთით, მაგრამ მარიო დრაგიმ ურჩია 800 მილიარდი ევროს ჩადება ეკონომიკის მოდერნიზებაში და ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ ეს სამხედრო საქმეში ჩადოს. რაც ცხადია ორმაგად უფრო ამძიმებს ევროკავშირის სიტუაციას. კარგ გამოსავალს სუქცვანგშია ევროკავშირის პროექტი, კარგი გამოსავალი უკვე აღარ აქვს. შესაბამისად, ეხლა უკვე დაიწყო ქაოტურად ძებნა გამოსავალს. ირაკლი, ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, შეაჩეროს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საბჭოთა შეთანხმების რატიფიცირების პროცესი. აი ეს რას გეუბნებათ? ეს არის უკვე მომხდარ ფაქტზე რეაგირება, ეს ტრამპმა უკვე დაუწესა
ტარიფები თუ ისინი არ დაეთანხმებიან გრენლანდიის ასე ვთქვათ გადაცემას მიყიდვას ამერიკისთვის 10%-იანი ტარიფი უკვე შემოიღო და 25%-იანი შემოიღეს 1 ივნისისთვის, ხო? ამაზე პასუხია და ხა თუ შეეძლოთ მიიღოთ, შეეძლოთ არ მიიღოთ, არაფერი არ შეიცვალა, ტრამპი მაინც უწესებს მაგათ ტარიფებს. ტარიფები რას ნიშნავს? ტარიფები ნიშნავს, რომ ხერხემალი ევროპის ეკონომიკის ეს არის მანქანათმშენებლობა და მეტალურგია, ანუ ფოლადის წარმოება, ეს გაყიდვები რადიკალურად შემცირდება შეერთებულ შტატებში ევროპული საქონლის და გარდა ამისა, საფრანგეთი ყიდის ახლა მაგალითად 4-5 მილიარდი ევროს ღირებულების ღვინოს და შამპანურებს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ესეც შეუძლებელი იქნება რაღაც მცირე რაოდენობა გაიყიდება. ანუ ამ შემთხვევაში 100%-იან ტარიფზე არის უკვე საუბარი. უკვე პროცენტებს აიქ როგორ არის 20% ზემოთ თუ გინდა 500 იყოს, თუ გინდა 1000% აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ ეს კონკურენტუნარიანობა აღარ იქნება ამერიკის ბაზარზე. მას ჩაანაცვლებს სხვა მათ შორის ქართული ღვინო ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ჩვენ 10%-იანი საბაზო ტარიფი გვაქვს. სხვათა შორის ეს შესაძლებლობები ჩნდება. ფლატხუმრობა არ არის. არ არის ფლატხუმრობა, რა თქმა უნდა. ჩვენ სხვათა შორის მე-16 ადგილზე ვართ სოფლიოში საქართველოს ღვინის სოფლიო ბაზარზე, კი მცირე ნაწილი გვაქვს, მაგრამ მზარდია ეს პოტენციალი. თუ სადმე შეგამოჩნდება, რა თქმა უნდა დავიკავოთ. რომ შევაჯამო ახლა ეს ჩემი მცირე მონოლოგი ევროპის ჩამოლაბორანტება ევროკავშირის გადაწყვეტილია, ისინი ვეღარ შეინარჩუნებენ, მათთვის შანსი იყო თუ რუსეთს მართლა დაამარცხებდნენ, რუსეთის რესურსებით კიდე გაეგრძელებიათ ეს თავისი კეთილდღეობის ეპოქა, რომელიც გრძელდება უკვე რენესანსიდან დაწყებული, ხო, 14 საუკუნიდან დაწყებული. მაგრამ როგორც ჩანს ეს შეუძლებელი არის შესაბამისად ევროკავშირიდან ჩვენი პრობლემა ახლა ჩვენი გადასახედიდანაც უნდა ვთქვა რომ იქ 400,000-მდე ქართველია ევროკავშირში მუშაობენ აქ ოჯახებს ინახავენ ნელა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე რომ ეს ხალხი როცა დაიწყებს დაბრუნებას ევროპაში ეკონომიკური პირობების გაუარესების ფონზე აქ უნდა დახვდეს ნორმალური ინფრასტრუქტურა, ღირსეული სამუშაო ადგილები, ღირსეული ანაზღაურებით. ამაზე დღეს ვიასაფიქრել, იმიტომ რომ ეს პროცესი 100 წლის შემდეგ კი არა უკვე მომავალ წელს და შემდეგ წლებში გველოდება. კი ბატონო. ბატონო ამირან, როდესაც საუბარი არის მაგალითად გრენლანდიაზე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ გრენლანდიის საკითხი არ ეხება ევროკავშირს, თუმცა დღეს მაგალითად განსხვავებული და მანამდეც სხვა ლიდერების მხრიდან განსხვავებული პოზიციები მოგვისმენია, დღეს განსაკუთრებით მძიმე განცხადებები გაკეთა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მათ შორის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ იგივე ემანუელ მაკრონის განცხადებაც, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის დასუსტებას და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გცემენ და მისი თქმით იმპერიული ამბიციები ხელახლა იჩენს თავს. მანამდე თქვა, რომ ამერიკის მხრიდან ეკონომიკური ტარიფების გამკაცრების შემთხვევაში ევროკავშირი ეგრეთ წოდებულ სავაჭრო ბაზუკას აამოქმედებს. უკვე გავიგეთ, რომ ევროპარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, რომ შეაჩეროს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი და მანამდე ტრამპის პოზიცია იყო ასეთი, რომ მაკრონი არავის სჭირდება, მაინც ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას და თან მისი გზავნილი სკრინის გამოაქვეყნა, რაც ასევე დღეს ვნახეთ. შეიძლება ითქვას, რომ ღია დაპირისპირება უკვე გახდა ძალიან ცხადი და საჯარო და არავინ უკვე არაფერს აღარ ერიდება, თუ შეიძლება ასე ითქვას. როდესაც საუბარი არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის დაპირისპირებაზე. ირაკლიმ ძალიან კარგი შესავალი გააკეთა, თუ რა ხდება დღეს სოფლიოში და სანამდე მივიდა და ის რაც ახსენე მონოლოგში წესებთან დაკავშირებით და წესებზე დაფუძნებულ მსოფლიოსთან დაკავშირებით ფაქტობრივად დღეს აღარ არსებობს, ხო? და რა იყო ეს წესებზე დაფუძნებული მსოფლიო და საერთაშორისო ურთიერთობები ჩამოაყალიბეს ზუსტად იმ ბიპოლარულ სამყაროში ფაქტობრივად ორმა ძალამ, თუმცა იქ იყო ბრიტანეთი და სხვაები, მაგრამ შეგვიძლია აღვიქვათ, რომ აქედან საბჭოთა კავშირი, იქედან დასავლეთი თავისი ლიდერი სახელმწიფოებით და იმ წესებით ვიცხოვრეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იმუშავა ამ წესებმა მანამ სანამ არ შეიცვალა ინტერესები. ხო? იქ გასაგებია ირაკლის აღარ გავიმეორებ ბიპოლარული სამყაროს დასასრული და ასე შემდეგ და ამერიკის ჰეგემონია. დღეს ამოვიდა ახალი ძალები
და ვიმყოფებით იმ პირობებში, როცა ახალი წესების შემუშავებაზე საუბრობენ, ეს ახალი წესები არასდროს არ შემუშავებულა იმ ცივილური ფორმით, რასაც დაждდომა და მოლაპარაკებები ქრია, ხო, მაგრამ ვინ უნდა შეიმუშაოს? ხო, და მაგასია საქმე, რომ დღეს არ გამოდის, თუნდაც ჩვენ ახლა რომ ვისაუბროთ ევროპასა და ევროკავშირსა და ამერიკაზე, ხო? არ გამოდის დღეს მათი ინტერესებიდან, განსხვავებული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ დაასხდნენ და თუნდაც ერთმანეთში მოწყო. აღარა საუბარი იმაზე, რომ სხვა იმ ძლიერ სახელმწიფოებს იმ ცენტრებს შორის, რომელიც ყალიბდება დღეს ნელ-ნელა და ამის ფორმირება ჯერ არა, ხო, დამთავრებული არავინ იცის ახლა ირაკლიმ რას თქვა, ხო, 3+1 იქნება, 3 იქნება, 2 იქნება, თუ 6 იქნება, თუ ეს ბლოკება ჩამოყალიბდება, იქ ბრიქსი გაძლიერდება და ასე შემდეგ, ხო? ნუ შესაძლოა იყოს ბლოკური ისე, ოღონდ გადალაგდეს სხვაგვარად, ხო? აი ეს ამის მოთელვა მიდის და დღეს უკვე მოთელვა აღარა სხვათა შორის გამახსენდა ჩემ 2019 წელს დავწერე, რომ მოთელვა მიდის. გადათელვა ხო, ანუ მოთელვა დავწერე სოციალში 2019-ში, მაშინ ჯერ კიდევ ომიც არ იყო დაწყებული, ომი როგორ არ იყო დაწყებული, მაგრამ ეს ახალი ომი 4 წლიანი, რომელიც მიმდინარეობს და ის პროცესები, რაც დღეს არის, ხო, და რა მაძლევდა მაშინაც ამის შეფასების საფუძველს. ზუსტად ის იწყებოდა ტრამპის პირველი ვადის პერიოდია და მაშინაც კეთდებოდა განცხადებები, რომ ამერიკა უნდა დაბრუნებოდა მონროს დოქტრინას, იყო ეს განცხადებები მაშინ ტრამპის მხრიდან, როგორც კი დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ეს ახლიდან წამოწია ეს თემა და დღეს ხედავთ იმას, რომ მინიმუმს იღებს ამერიკა, რომ ჩემს ნახევარსფეროში ვარ მე. და იქ არავის არ განიხილავს უბრალოდ, ხო? ჩვენ ხომ ნახეთ რა განცხადებები გააკეთა კონტინენტის ქვეყნებთან მიმართებით, რომ იქ რუსეთი და ჩინეთი არ უნდა იყვნენ. და განსაკუთრებული აქცენტი აქვს ჩინეთზე, იმიტომ რომ ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია ამერიკის კონტინენტზე იყო საკმაოდ ძლიერი და ჯერჯერობით კიდევ ჩინეთი საკმაოდ ძლიერად არის. და დღეს უკვე ისეთ სტადიაში გადავიდა, ტრამპსაც აღარ აქვს ბევრი დრო თავისი პროგრამის განსახორციელებლად და ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ტრამპზე. ეს არ არის ის, რომ რაღაც ერთი ადამიანი დღეს ის და კი პირველი პირია პრეზიდენტია, მისი გუნდია და მას ეწერება როგორც ეს ხდება ხოლმე ისტორიაში, მაგრამ არის გარკვეული წრეები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც ჩამოყალიბებულია აი ამ სტრატეგიაზე და ტრამპის უკან საკმაოდ ძლიერი ძალებით განან მათ შორის ფინანსური წრეები. ტრამპის გადაწყვეტილება, განცხადებები, ბატონო ამირანდა, როგორც თქვენ აცხადებთ, ის სუბიექტები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც როგორც თქვენ ამბობთ, ტრამპის უკან დგანან, ანუ ის ჯგუფი თუ გუნდი. მეორე არის ევროკავშირის ლიდერების პოზიციები და გადაწყვეტილებები და ის განცხადებები, რომელიც მაგალითად დღესაც არაერთი მოვისმინეთ, ხომ? ბელგიის პრემიერ-მინისტრი ამ დრომდე ვცდილობდით ტრამპისთვის გვესი ამოვნებინა ლმობიერები ვიყავით, მაგრამ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა, არჩევანის გაკეთება გვიწევს თავმოყარეობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ძალიან ლმობიერი ვიყავით იმ იმედით, რომ უკრაინის ომში მის მხარდაჭერას მივიღებდით. ერთია ბედნიერი ვასალი იყო, სულ სხვა იყო უბედური მონა. აი რას ნიშნავს აი ამ ტიპის განცხადებები, საინტერესოა. ან როგორ ძალიან ბევრი შეკითხვა გააჩინა აი ამ განცხადებამ, რომ რას ნიშნავს იყო ერთის მხრივ ბედნიერი ვასალი, მეორეს მხრივ უბედური მონა. შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში ევროკავშირის ლიდერები და ევროკავშირის ქვეყნები იყვნენ ბედნიერი ვასალები და ახლა მათ ტრამპი უპირებს, ასე ვთქვათ, უბედური მონა გახადოს თუ როგორ ხდება. ან რას ნიშნავს, როდესაც უკრაინაზეა საუბარი, რომ მათ ჰქონდათ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ტრამპის მხარდაჭერის იმედი. ნუ ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ლიდერები საერთოდ მამაღალი ნათქვამია დღევანდელ სუბიექტებთან მიმართებით და ჩვენ ხედავთ როგორ ექცევა თუნდაც მე მგონი მონოლოგში ახსენე ტრამპი მაკრონს, ხო? ეხლა წარმოგიდგენიათ ეხლა ძველი პრეზიდენტები გავიხსენოთ ჩვენ მიტერანი და სხვები და მაშინდელი ურთიერთობები და ვინმეს რომ ეკადრ დეგოლისთვის რომ ვინმეს ეკადრებინა რომ დეგოლი ვინ არის და ასე შემდეგ, ხო? ეხლა საფრანგეთი რომ ავიღოთ მარტო და დღეს ნუ ერთ-ერთი ფრანგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერდა მაკრონის გამოსვლაზე, რომ 1 საათი ლაპარაკა ევროპაზე და არც ერთხელ არ ახსენდა საფრანგეთი. აი ეს ურთიერთობაა და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ შეიცვალა ინტერესები
და დღეს არ აღმოჩნდა ევროკავშირი ჩვენ ახლა მთლიან ევროპაზე არ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ევროკავშირზეა საუბარი და მისი ლიდერები მზად იმისთვის რომ ამერიკასთან დამსხარიყვნენ როგორც პარტნიორები და ეს ინტერესები შეეჯერებინათ. აი როგორც სახელმწიფოთა შორის ხდება, ხო რა არის, აი როცა ვსაუბრობთ სტრატეგიული ურთიერთობები, ხო სახელმწიფოებს შორის და ამ სტრატეგიული ურთიერთობებშიც არის სხვაობა, არის უფრო ქვედა დონე, ხო ურთიერთობების და როგორ ყალიბდება? ეს ყალიბდება ინტერესების შეჯერებით. ის რომ ამერიკას სხვა ინტერესები უყალიბდება, ის რომ სხვა ცენტრები იქ ხდება და ეს ჰეგემონია რაც იყო მთელი ათეული წლების განმავლობაში ამერიკის აღარ მოქმედებს. ეს ხო დასანახია დროულად და ეს იყო დროულად შესაძლებელი. და როცა ვერ ხდება ამ პოზიციების შეჯერება, ვინ ძლიერია ის აყალიბებს შემდეგ თავის წესებს. დღეს აი ესე ხდება. ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, ვინ ჩამოაყალიბებს თავის წესებს? აი მაგალითად ტრამპი დავოში უფრო აგრესიული და ამბიციური მიდისო, ითქვა დღეს და ვიდრე ოდესმე და აი ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს Axios-ი და ასევე Axios-ის ინფორმაციით ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს ურჩია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა მოემზადონ შეურაცხყოფისთვის, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრიბუნასთან დადგება. რა ტიპის მოლოდინი გაქვთ, ანუ რა შეიძლება ხვალ მოხდეს და რა ტიპის განცხადებები შეიძლება, რა ტიპის შეურაცხყოფელი განცხადებები შეიძლება მოისმინონ ლიდერებმა ტრამპისგან. არ მგონია რომ ტრამპი ასე პირდაპირ შეურაცხყოფებზე გადავიდეს, თუმცა როცა სუვერენიტეტის დარღვევაზეა საუბარი და თუ ეხლა დაოსიდან ტრამპი იტყვის რომ გრენლანდია მემჭირდება და უნდა წავიღო, ეს თავისთავად დანიისთვის და არა მხოლოდ ხო, რა თქმა უნდა, ამას იტყვის. ახლა მე გულისხმობ იმას, რომ პირდაპირ ახლა ლანძღვაგინებაზე არ გადავა, მაგრამ შეურაცხყოფად ისიც არის ასახმელი, ხო, როცა შენს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ანუ სუვერენიტეტის შელახვა სახელმწიფოსთვის, ან რომელიმე გაერთიანებისთვის არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, ხო? ეს ხო არ არის ახლა ადამიანებს შორის რომ ერთმა მეორეს დედაში აგინოს, ამაზე მეტი რაღა უნდა გიყონ, რომ ტერიტორიას ესე უპარდონოდ პირდაპირ გართმევენ და ეს იქნება მოსალოდნელი, რა თქმა უნდა, მწვავე განცხადებებს გააკეთებს და აქედან სამწუხაროდ საპასუხო სერიოზული არაფერი არ აქვს. ისიც მინდა ახლა თქვენი ეთერით გამოვიყენოთ და გავახსენოთ, რომ ახლა ჩვენ მონროს დოქტრინაზე და დანარჩენზე რაც მთელი ამ 2 საუკუნის განმავლობაში როგორ ვითარდებოდა და ციკლურად რატომ ხდება ეს, რატომ მივიდა ამერიკა, ისევ რატომ დაუბრუნდა, ნუ ზაზამ პრინციპში ისაუბრა გარკვეულწილად ამ თემაზე, მაგრამ ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებს შევახსენებ. ახალი არაფერი ხდება. ხო, ანუ წაუღია ტერიტორიები ასე საუკუნის წინ, 2 საუკუნის წინ, იგივე დანიისგან იყიდა ვირჯინიის კუნძულები. შენ ზეთერამდე განვიხილავდით და ძალიან იაფად სადღაც 25 მილიონ დოლარად და რიტორიკა იყო ანალოგიური. მაშინ თუ ამბობდა რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდია სადღაც 1916-17 წლები, რომ მე თუ არ წავიღებ ამ კუნძულებს შეიძლება წაიღოს გერმანია, მაშინ სხვა ურთიერთობა იყო, ახლა ხო არ იყო არც ნატო, არც ევროკავშირი და გერმანიის მიერ ამ ტერიტორიების დაკავება საფრთხის შემცველი იყო ამერიკისთვის. დღეს ეუბნება რომ გრენლანდიას წაიღებს ჩინეთი ან რუსეთი თუ მე არ წავიღე და ამბობს რომ ეს შემთთვის არის სასოციალო მნიშვნელოვანი. აი ესეთი ურთიერთობებია და წესით ეს უნდა ყოფილიყო ახლა პროგნოზირებადი და უნდა დალაგებული იყვნენ მანამდე, მაგრამ ეს მოხდება. არაფერი ახალი არ არის. იგივე როგორ წაიღო მექსიკის ნახევარი ტერიტორია ფაქტობრივად 19 საუკუნის შუა წლებში 46-48 წლების ომის შემდეგ იქ ესპანეთის გავლენის შემცირება და ასე შემდეგ ეკონომიკური პოლიტიკა მაშინდელი პერიოდის მე 20 საუკუნეში როგორ განვითარდა არაფერი ახალი არ ხდება პოლიტიკაში იცვლება ძალები, იცვლება ძალთა ბალანსი, შესაბამისად ხდება ინტერესების გადალაგება, ახალი პოლიტიკის აწყობა, იმარჯვებს ძლიერი. აი ეს არის ძალიან პრიმიტიულად, ძალიან მარტივად. აი ისტორიულ ფაქტებს როცა გადახედავ, არაფერი ისეთი არ ხდება. ჩვენ რა თქმა უნდა აქ თავს ვიმტრევთ, რომ ვიმტრევთ რის გამო, რომ ეს ჩვენს ქვეყანაზე როგორ აისახება და რა შეიძლება მოხდეს და ფიქრობ ამაზე, რომ აქ როგორ შეიძლება ეს განვითარდეს და ჩვენ როგორ არ უნდა გავეხვიოთ აი ამ ქარბუქში, რაც დღეს სოფლიოში მიმდინარეობს. წარმოუდგენელია, ხო? უკრაინის ომის ფონზე და დღეს ევროპა გახდა ფაქტობრივად მძევალი ამერიკის წინა ადმინისტრაციის პოლიტიკის და ევროპას ჩამოეკიდა მთლიანად. ესეც არ მომხდარა
ხო ფარულად პირდაპირ ხიად გამოდივდა ტრამპი და ვიმეორებ რომ ეს არ არის მხოლოდ ეს ამ ერთი ადამიანის პოლიტიკა იქ არის ძალიან დიდი ძალები ჩვენ რაიმე სერიოზული განცხადებები გვესმის სერიოზული ჯგუფებიდან რომ არ ეთანხმებიან ტრამპის პოლიტიკას და ეს ამერიკისთვის დამღუპველი იქნება არ გულისხმობ დემოკრატებს რომლებიც ოპონენტები არიან თუმცა იმ ბანაკიდანაც არ ხდება რაიმე განსაკუთრებული და ტრამპი ახლა მაგალითად თავისი პრეზიდენტობის პერიოდში გრენლანდიას თუ წაიღებს ტრამპი რომ დემოკრატებმა შეცვალონ გრენლანდიას არავინ დააბრუნებს რასაც დაალაგებს დღეს ტრამპი და პარალელურ გაეროს ქმნის ხო მილიარდი დოლარი საწევრო და ასე შემდეგ ანუ სხვა რაღაც იქნება და დღეს იმტრევენ თავს რომ რასაკეთებს ტრამპი გაეროს აუქმებს ახალ გაეროს აქვს ამ მშვიდობის საბჭოს მომავალი პერსპექტივა ჯერ ახლა მომავალი შორეულ პერსპექტივაზე რთულია საუბარი იმიტომ რომ რა თქმა უნდა მშვიდობის საბჭო არ იქნება ის საბოლოო რას ჩამოყალიბდება ხო იმიტომ რომ ახლა ერთი ადამიანი იჯდეს ნებისმიერი ქვეყნის თუნდაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი და ამბობდეს რომ აი ახლა მე გადავწყვეტ რაღაც 200-ული ქვეყნიდან ვინ შემოვა აქ ხო და დანარჩენებს თუ გნებავთ აი მილიარდს ხვალ გეტყვის 5 მილიარდი იქნება საწევრო ხო ეხლა ჩვენნაირი ქვეყნისთვის მაგალითად მილიარდი დოლარი საკმაოდ ლარში რომ გადაიყვან საკმაოდ დიდი ნაწილია ბიუჯეტის ხო ეხლა ნუ იმისთვის რომ გაწევრიანდეს სადღაც როგორ გადაიხდი და არიან ჩვენზე უფრო ღარიბი ქვეყნები კიდევ ხო ანუ სხვა სამყარო ყალიბდება და გაცილებით ველური წესებით ვიდრე ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაცილებით ეხლა ყველა საგუკითხავს ხო მემუარები და როგორი საუბრები იყო მაშინდელ ლიდერებს შორის და დიპლომატია იყო მიუხედავად იმისა რომ დღევანდელ ომზე გაცილებით სისხლისღვრელი ომი იყო ათეულობით მილიონი ადამიანი დაიღუპა აღარა საუბარით აჭრილებზე და გრევაზე და ასე შემდეგ აი ამ ახალი წესრიგის შექმნაში დიპლომატია იყო პირველ ნაბიჯზე და დღეს როცა გეუბნებიან რომ საერთაშორისო ნორმები მე არ მადარდებს ფაქტობრივად გეუბნება რომ დიპლომატია არ მადარდებს საერთაშორისო ნორმებზე წინ დგას კონკრეტული გამოდის უფრო ქუჩური წესები და ინტერესები ზუსტად ბატონო მამუკა რა პერსპექტივა აქვს აი იმ შემთხვევაში თუ ტრამპის ცეული სცენარით განვითარდა მოვლენები საინტერესო არის აი რა შედეგს მიიღებს მსოფლიო და რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებით ან თქვათ რამდენად არის მოსალოდნელი ამ გადასახედიდან როგორ ხედავთ რომ ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებით უკან დაიხიოს ან თუ არ დაიხია ასეთ შემთხვევაში რას მივიღებთ და ნატო და ევროკავშირი რა შეიძლება მოხდეს რა შეეხება გრენლანდიის ამბავს საქმე იმაშია რომ გრენლანდია ახლა საკუთრებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს მართალია უნდოდა თავის დროზე მაგრამ ისეთი ხელშეკრულება აქვს დადებული რომ პრაქტიკულად ის აკონტროლებს მთლიანად შეუძლია მას და ცხადია რომ აი ამის გათვალისწინებით ჩნდება კიდევ დამატებითი შეკითხვები რომ ისედაც ის აკონტროლებდა მაშინ რა არის ის მთავარი ამბავი რის გამოც ხდება მთელი აი ეს პროცესი 1951 წლის ხელშეკრულებით ის აკონტროლებს გერმანიას ბაზაც აქვს ყველაფერია აი ეს ნოუკი რა გრენლანდია მე ბაროთ არა ხო 1000 ხო და აი ეს ყველაზე საინტერესო ადგილას გამოჩერე ახლა. ხო და მოკლედ და ეხლა ისედაც მისი კონტროლის ქვეშ. გასაგვირველი. ეხლა ჩინელებმა მოინდომეს იქ მართლა მოინდომეს ორი აეროპორტის რესტავრაცია, ამით განახლება, ამით შესვლა იქ, მაგრამ ნუ ამათმა იქ ერთვალები დააბრიელეს ამერიკელებმა და აღარავინ აღარ მოინდომა არაფერი. მე მაინც მგონია რომ ეს არის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა. ვიზე? ხო, დანარჩენ მსოფლიოს. მე ვარ და ჩემი ნაბადის ტიპის. აი ქუჩური ახსენა სიტყვა ამერანმა და დაახლოებით ესეთი რომ უნდა გამივიდეს. ესე იგი, უფრო მეტის მოთხოვნა, იმიტომ რომ ნაკლები შეუსრულოს. შეიძლება სულ არ დაჭირდეს დღეს გრენლანდია, უბრალოდ ამსეთი ფორმით გრენლანდიის აღება, მაგრამ ის რომ დომინანტი სახელმწიფო იყოს გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში მსოფლიოში, ეს ძალიან უნდა.
და აქეთკენ ყველაფერი აქეთკენ მიდის. ამ შემთხვევაში იგულისხმება მთელი მსოფლიო მინუს ჩინეთი ჭირჭირობით, მაგრამ ნუ ჩინეთის ხელისუფლებაც ცდილობს რომ პრობლემები არ შექმნას. საერთოდ უნდა ითქვას რომ გარკვეულწილად რა დახვდა ტრამპს, როგორი მსოფლიო დახვდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ჰეგემონი იყო ვითარების წლების განმავლობაში, მერე შეიცვალა ეს ვითარება, მაგრამ მაინც დახვდა პრაქტიკულად როგორ გითხრათ, აი უბრალოდ ენით რო თქვა, ტყუილი სუპი. ესე იგი, ბავშვს რო აჭმევ ხოლმე. ესე იგი, რასაც იყო ლაბარაკი, რაც მემკვიდრეობა ერგო ამერიკას მეორე მსოფლიოს და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ის არ იყო იმ ფორმით, როგორიც იყო ნათქვამი, რომ აი ამ სკივრში არის მემკვიდრეობა ამ ჩვენი სახელმწიფოს. ბევრ რამეში იყო ესე იგი, ევროპა ჩამოკიდებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებზე სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც უძუნწოვარი გოჭი, ისე იყო ჩამოკიდებული მთელი ევროპული ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ თავის შესაძლებლობები ჰქონდათ რესურსები, მაგრამ რესურსები გაქონდათ აი კეთილდღეობა ახსენენ ამ კეთილდღეობის კეთების საქმეში. მართლების იყვნენ თავისებურად. მაგრამ ნუ ძალიან ნაწყენია ტრამპი გერმანიაზე და ეხლანდელ გერმანიაზე კი არა საერთოდ გერმანიაზე, იმიტომ რომ თulis რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლო გერმანიის ესე ვთქვათ შენარჩუნება იმ ნაწილის, რომელიც ესე თulis ტრამპი თვითონ. ყოფილა ამაზე საუბარი, შენარჩუნება შეძლო გადაერჩინა სტალინისაგან და გერმანიამ დაუფასა იმით, რომ წლების განმავლობაში ქმნიდა თავის ეკონომიკას რუსეთთან ჩახუტების ხარჯზე და ასე შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე. ევროპის განსაკუთრებული მინუსი მდგომარეობს იმაში, რომ რესურსი აღარ აქვს, ბუნებრივი რესურსები. ნუ შეიძლება იქ ქვანახშირია რა, დარჩენილი ცოტა. დანარჩენი პრინციპში აღარ არის. აი ნორვეგიას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც ჯერ კიდე აქვს ეს რესურსი ენერგეტიკული. და გამოდის რომ პრაქტიკულად ესე იგი აი ხა რაც ილაპარაკეს აქ ჩვენ ჩემმა კოლეგებმა აბსოლუტურად სწორია ეს ამბავი და აი ესეთი დახვდა ანუ პარტნიორი კი არ იყო თქვა სრული ევროპა არამედ ევროპა ექცეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს ტრამპის გაგებით არის როგორც მეწველს როხას და აი ამის ეხლა უნდა ერთი განცხადება მოგვისმენთ. ხო, ამის შესვლა უნდა. ტრამპის მხრიდან, მაგრამ როდესაც იგივე გრენლანდიის ნაწილზე არის საუბარი და ტარიფების ნაწილზე არის საუბარი და აქეთ მეორე მხრიდან ევროკავშირის ლიდერი მაკრონის განცხადება რომ გავიხსენოთ რომ სავაჭრო ბაზუკას ეგრეთ წოდებულ სავაჭრო ბაზუკას ამოქმედებს ასეთ შემთხვევაში ევროკავშირი. როდესაც ამბობთ რომ რესურსი არ აქვს ევროკავშირს დარჩენილი, ასეთ პირობებში რამდენად აქვს იმის უნარი მაშინ რომ ტრამპის მოთხოვნა დანარჩენი რესურსი როგორ არა? დანარჩენი რესურსიც ფინანსური მაგალითად. ფინანსური და გამოცდილებითი რესურსია გუზარმაზარი მართვის. კი ბატონო, აი ამ პირობებში მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად აქვს იმის შესაძლებლობა და რესურსიც ევროკავშირს რომ გაუწიოს ბოლომდე წინააღმდეგობა ტრამპის სურვილებს. რესურსი რასაკვირველია აქვს, შეუძლია გაუწიოს, მაგრამ ეს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ევროპაშია დღეს ვერ გაუწევს ვერაფერ წინააღმდეგობას ტრამპს. ამ პოლიტიკური ელიტის ორი წარმომადგენელი არის ამერიკული სერიოზული საფინანსო სტრუქტურების სკოლა გავლილი. და იქაური დირექტორთა საბჭოს წევრები, მერცი და მაკრონი. ბრიტანეთი არ ითვლება. ხო, ბრიტანეთი ეს არის პრაქტიკულად შუალედური რგოლია და საჭირო რგოლია ძალიან ავი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ. დანარჩენები ხო პრინციპში რო გითხრათ რომელიმე ესეთი პოლიტიკური ფიგურა რომელსაც შეუძლია განსაკუთრებული ამინდი შექმნას ესე არ არის. გულისხმობ აი მუქარის რეალიზაციის თვალსაზრისით. ასე რომ კიდე ერთხელ მინდა დაუბრუნდე. ისიც აღსანიშნავი ალბათ რომ მაგალითად უნგრეთს განსხვავებული პოზიცია აქვს და არ არის ერთიანი მიდგომა იგივე ტრამპის პოზიციასთან და ამერიკის ვთქვათ პოზიციონირებასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, მაგრამ უნგრეთის რესურსი არის ეს პოზიცია. სხვა არაფერი განსაკუთრებული რესურსი უნგრეთს არ აქვს, ტრამპის თვალში მოვა. მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალის უკან სერიოზული ფინანსური და საწარმოო გავლენები არსებობდეს. უნგრეთის შემთხვევაში ესე არ არის. მოკლედ ასია თუ ისეა, იცით როგორ არის, მე ამ შემთხვევაში არ მინდა მარტო ევროპით შემოვიფარგლო, იმიტომ რომ ეს ევროპის ფაქტორზე ბევრი ვისაუბრეთ.
მაგრამ აქ არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც დახვდა ტრამპს, აი რაც დაუშვა ამერიკის წინა ხელისუფლებამ ტრამპის მოსაზრებით. მე სადაც ვლაპარაკობ, უახლოეს ტრამპის მოსაზრებით. ეს არის ის, რომ საშუალება მისცა ჩინეთს დაუფლებოდა მსოფლიოს იშვიათი წიაღისეულის რესურსის 70%-ს, თან მათ შორის ამერიკის კონტინენტიც. როდესაც ეს პანამასთან დაკავშირებული ომი იყო, ნიკარაგუასთან დაკავშირებული ეს ვენესუელასთან, აქ მარტო ეს არ იგულისხმება, რაც ზედაპირზედებს. აქ არის ისიც, რომ თავის დროზე ჩილის, პერუს და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მთავრობებმა და არგენტინის მათ შორის დაუშვა ის, რომ ჩინეთმა მოხაზა ის თავისი წიაღისეული. მოკლედ მომავალში ეს ჩინეთის არის წიაღისეული. და ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაღალი ტექნოლოგიის განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებები დღეს დიდ ნაწილად პერსპექტივაშიც დიდ ნაწილად ჩინეთის ხელში. აი ეს იყო მისთვის განსაკუთრებული და აი ამერიკული ხვალინდელი დღისთვის ძალიან მძიმე დარტყმა. და ბევრი სხვა ამდაგვარი საკითხი. ამიტომ ესე იგი პრაქტიკულად ეხლა გრენლანდიაზე რო ვლაპარაკობთ ამდენს გაუთავებლად. ნედა იცოდენ გრენლანდიელებმა როგორ კინო გადავიღეთ ბოლოს და ბოლოს არა გრენლანდიის შეტანა გამოტანა. ხო და აქ ლაპარაკი არის დაახლოებით ამ პრინციპით არის რომ რძალო შენგეულები მუნდულ შენ გაიგონე დანარჩენ მსოფლიოსთვის არის ბრძოლა. გრენლანდია მაგალითია ამისა. ეს არის სულ და მე სულ მეშინია რომ ერთჩვენით ეს უბრალოდ მიხარია კი არ მეშინია რომ კავკასიაზე არ არის ეს ასეთი აქცენტი გაკეთებული. შემოვიფარგლეთ ამ ტრამპის გზით ზანგეზურის დერეფნით ჯერჯერობით და ღმერთმა ესე იგი ასე ვთქვათ აი ეს ამ სტადიაში დაგტოვოს მე გულისხმობ იმას რომ არ ვიყოთ ეპიცენტრში ამ მოვლენების განვითარების რთული მოვლენების განვითარების მე ვთვლი რომ სამწუხაროდ მე ჩემი პროგნოზი არ არის ესეთი სასიხარულო მე ვთვლი რომ უახლოეს მომავალში დადგება ამის რიგიც მოვა ძალიან სერიოზულ ფორმით მოხდება ეს ამ ყველაფრის გარჩევა ეხლა მე აქ ომსა და სროლას არ გულისხმობ გვეყოფა რაც იყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ამ ბრძოლა წავა სერიოზული ბრძოლა უკვე მიმდინარეობს იმისთვის რომ გაკონტროლდეს როგორც სავაჭრო გზები ისე ქვეყნები ისე ქვეყანათა ჯგუფები ეს ჩანს უკვე რა ეხლა მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადადგათ საკმაოდ ისეთი უსიამოვნო ნაბიჯი ტრადიციული ნაბიჯია სხვადასხვა სხვილი ქვეყნებიდან ისევ მიატოვეს ქურთები პრაქტიკულად დღეს აი სირიის პირობებში ისე ვითარდება მოვლენების განვითარება ისე ხდება რომ ძველამებს გვაგონებს როგორც ყოველთვის გამოიყენებენ მაგრამ ძალთა გადალაგების პროცესი აი თურქეთის გარშემო ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ძალგე ბრიტანელების პროექტი, რომელიცაც ქვია ეს დიდი ტურანის პროექტი, ძალგე ირანთან დაკავშირებული თემები მოკლედ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ასე ვთქვათ ჩვენი საზღვრებისგან შორს წევს აშორებს საკონძო გადაწყვეტილებას მაგრამ ხვალზე დადგება ამის საკითხი მე არ ვიცი როგორი ფორმის იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები როგორ ფორმაში შეხვდებიან აი ამ დღე X რა მდგომარეობაში იქნება უკრაინა რუსეთის დაპირისპირება რა მდგომარეობაში იქნება ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირება ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს აი იქიდან მაგრამ ეს ყველა ვერსია გათვლილი უნდა კონდეს საერთოდ რო არ იძლევა ამის საშუალებას ყველაფერზე ვილაპარაკოთ მაგრამ არც მოკლედ ვითარება ისეთია რომ არც სულ გაყურსვათ ღირს რომ ეს ჩუმად იყო და ვითომ არაფერი არ ხდება შენ გარშემო და არც განსაკუთრებული აქტივობა არ ღირს იმიტომ რომ ამან შეიძლება ცუდი შედეგები მოიტანოს კი ბატონო რამაზ რუსეთ-უკრაინის ომის ვახსენეთ და უნდა გავიხსენოთ აქვე აუცილებლად ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელი განცხადება რომ დავოში დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება თუ მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგს მოიტანს და შეთანხმების შესახებ დოკუმენტი მზად იქნება და ამავდროულად არის შეშფოთებული რომ ევროპელი ლიდერების ყურადღება უკრაინიდან გადავიდა გრენლანდიაზე რა პერსპექტივა აქვს ამ ომის დასრულებას იმ პირობებში, როდესაც მართლაც მსოფლიო ყურადღების ცენტრში ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ ყოველ შემთხვევაში არის გრენლანდია, ტრამპის პოზიციონირება გრენლანდიასთან მიმართებაში. კი ბატონო. ხო არა ტრამპლინი სახეზეა. მაგრამ
უკრაინისთვის არ მგონია ანუ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა, მძიმე რეალობის წინაშე ხომ არ აღმოჩნდება უკრაინა იმ თვალსაზრისით, რომ გაჭიანურდება მოლაპარაკების პროცესი და შედეგის დადების პროცესი. რა თქმა უნდა. ხო, თქვენ დიდი მადლობა ძველი გვარდიის შეკრებისთვის. რაც შეეხება და იმისთვის, რომ ასეთი მომხიბვლელი ხართ, როგორც ყოველთვის. მადლობა. რაც შეეხება უკრაინის თემას, გაჭიანურდება კი არა, აუცილებლად უნდა გაჭიანურდეს. ეხლა ჩვენ ჯერ კიდევ ვენსის ცნობილი გამოსვლის შემდეგ, სადაც მან ევროპას ფაქტიურად ფეხი დააბიჯა, მე ტრამპმა დააბიჯა და ეხლა გრძელდება ეს ამერიკის ანტიევროპული პოლიტიკა. ხედავთ, რომ უკვე ევროპაც აღარ აკლებს და სერიოზული არის თუ არა, მაგრამ იქ ერთი ავტობუსი ჯარისკაცები გააგზავნა გერმანიაში, ხო? თემაშკი გრენლანდი. ხო, ავტობუსის ზომა არის დასასუსტებელი. ხო და მაგრამ არ ეპუება. ასეთი არ შეპუების რეაქცია წესით მით უმეტეს ტრამპისნაირ ტიპს უნდა კონდეს რომ და წამოწდა ადრე უნდა კონდეს რომ არ გინდათ მშვიდობა ეგრემც გიქნიათ იმიტომ რომ ეგრემც გიქნიათ ნიშნავს რომ ირაკლი მაცახწერას და მიზანიც სწორედ ეს ხომ არ არის რომ ტრამპი ცდილობს ხელები დაიბანოს ამ შემთხვევაში თუნდაც აი ამ მოცემულობაში და გადგეს გვერდით თუ კი ევროპა შეყვება ისე უკრაინის თემას ის ვერ გაუძლებს ამ ომის ტვირთს ვერ აკაჩავს შესაბამისად მან უარი უნდა თქვას იმ სიკეთეებზე რაც ამერიკისგან განებივრებულმა თავის ხალხს მიცა ხო ომი ამერიკისა არისო და მე თქვენ პენსია ეს ხალხი ხო განებივრებულია უკვე ასეთი პოლიტიკით და არ აიტანენ საომარი ხარჯებისთვის ბიუჯეტის შეცვლას ესე იგი ეს ხალხი მოისურვებს ხელისუფლების ამ ხელისუფლების გადაყვანას და სხვის მოყვანას ამით ტრამპი რომ ომს არ აჩერებს ამით ის ამზადებს ევროპის ელიტაში ხელისუფლების ცვლილებას თელ ელიტაში და ნათქვამი აქვს რომ აი რომ შეიცვლება ჩემი ორიენტაციის ხალხის რომ მოვა ევროპაში მერე ვილაპარაკებ უკვე შეიძლება ახალ ევროკავშირზეო მაგრამ ამასობაში კიდევ ერთ საინტერესო რამ ხდება ურტყავს ევროპას ხო გინცხოვოს ურტყავდა გინდა ადამიანს შედეგი ერთია რომ ვისაც ურტყავენ ის ცდილობს რომ გაერიდოს ევროპას ურტყავს ტრამპი სადღაც წავიდეს ევროპა ერთადერთი წასასვლელი მას აქვს რუსეთი ამიტომ წესით ევროპამაც უნდა ჩააქროს უკრაინის ომი ეხლა უკვე ევროპა უნდა იყოს დაინტერესებული უკრაინის ომის ჩაქრობაში არის ამის ნიშნები ფაქტია რომ ევროპამ ერთის განცხადება შეგვიძლია გავიხსენოთ რომელიც რუსეთი თურმე ევროპული ქვეყანა არის წარმომადგენელი უნდა დანიშნოს თან შეიძლება გავიხსენოთ წარსულშიც ერთი შაბრაზმული ანალიტიკოსი ყავდა ლეონციევი რუსეთს გახსოვთ ხო და ეს ლეონციევი მაშინ იძახდა საბჭოთა პერიოდში რომ რა უნდა ამ ამერიკას აქ წავიდეს თავის კონტინენტზე დაგვტოვოს ჩვენ და ევროპელებიო ისე რომ და კონდათ ეს ანტიამერიკანიზმი იყო ევროპულ წამყვან ქვეყნებში არსად არ წასულა ეს ანტიამერიკანიზმი მით უმეტეს ასეთი დაუდევარი პოლიტიკით რასაც ტრამპი აწარმოებს ისე რომ მე მგონი სანამ ესენი იქნებიან ვინც დღეს არიან ისინი ეცდებიან რომ ნელ-ნელა წამოვიდნენ რუსეთისაკენ ჩააქრონ უკრაინის მიმართულებით
ნუ ჩააქრონ ცეცხლი შეწყვეტა მაგალითად და ამ ტიპის ჩაქრობები. ჩააქრონ უკრაინის მემართულება და ფაქტიურად რუსეთის მიმხრობით ეცადონ ტრამპის სამაგიეროს გადახდას. იმიტომ რომ ხედავენ რომ ტრამპიც რუსეთზე აკეთებს ამას. ფაქტია რომ რუსეთის მხრიდანაც მზაობა არის, თუნდაც ლავროვის განცხადება შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მათ იციან სად უნდა გვიპოვონ, ფაქტობრივად ასეთი განცხადება გააკეთა დღეს. როდესაც იგივე აი ეს გრენლანდიის საკითხიც ხომ არ არის ერთგვარი მაპროვოცირებელი თემა ხომ არ იყო ტრამპის მხრიდან, რადგან როდესაც არის საუბარი გრენლანდიაზე, ბატონმა მამუკამ თქვა, რომ ისედაც არავინ ეცილებოდა ხომ ამერიკას. ამის მიუხედავად არავინ ეცილებოდა სამხედრო თვალსაზრისი და იქ სამხედროზე არ არის, ტრამპს უნდა რომ გააკონტროლოს ვინ შევა ნავსადგურში და ვინ გავა. კი ბატონო, ბალისტიკური საუბარი და ტრასაზე არქტიკის ტრასაზე და ამ ტრასაზე კეთდებოდა ასე ღიად თქვათ აქცენტები, ხომ? არ გვინდა რომ ჩვენ ვაფინანსებდეთ და დანია აკონტროლებდეს აი ამ ტიპის განცხადებაც გაკეთდა. მაშინ როდესაც საუბარი არის რომ ეს გრენლანდია მას ჭირდება, თქვათ და აწარმოებს ანტიჩინურ და ანტირუსულ თქვათ პოლიტიკას. მეორეს მხრივ ევროკავშირის ქვეყნებს რო შევხედოთ, ისინიც ანტირუსულ და ანტიჩინურ პოლიტიკას აწარმოებენ და თითქოს ერთგვარი თანხwebdriver ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც არის. მაინც რატომ არის ასეთი ხისტი წინააღმდეგობა მაშინ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან და რატომ დღეს რაც გამოჩნდა ყოველ შემთხვევაში განცხადებების დონეზე ერთგვარად ამ ეტაპზე შეთანხმება შეუძლებელია. რას ნიშნავს? თქვენ ძველი გვარდია ხართ, ხო? რას ნიშნავს? მაიძულობთ რომ გადავიდე შემდეგ დეკორაციის იქით რა ხდება? ევროპასთან ტრამპის დაპირისპირება ხო დაიწყო არა ევროპასთან, არამედ ულტრა ლიბერალებთან ტრამპის დაპირისპირებით. რაც თავის მხრივ დაიწყო თვითონ ულტრა ლიბერალების ტრამპთან დაპირისპირებით ყურში საყურე გაუკეთეს ბედად. ხო, ანუ იქ სისხლიანი ურთიერთობაა დემოკრატებს, ამერიკელ დემოკრატებსა და ახლა ევროპელ ლიბერალებს შორის. ისე რომ ეს პოლიტიკური მხარეების ბრძოლა. იდეოლოგიური ბრძოლა. არ არის ეკონომიკა მხოლოდ, ან მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესები. აქ უნდა ტრამპის მიზანი არის მოხსნას აი ეს ბუდე, რასაც დემოკრატების თუ ულტრალიბერალების ძალები ნახულობენ ევროპაში. ამიტომ ომის გაგრძელებაც მისთვის მისაღებია, გრენლანდიით გაღიზიანებას და შემოტყუებას მისაღებია და ასე შემდეგ. მან თუ არ მოხსნა ეს ძალები და ითქვა მოდის უკვე არჩევნები და იქ ძალიან ძლიერი ოპონენტი ყავს სწორედ ამ ძალების სახით ტრამპს და მას სჭირდება რომ თავისი მეფობის პერიოდში ეს ძალები საიმისოდ დაასუსტოს რომ მომავალ არჩევნებში არ გაურთულდეს საქმე მის პირადად არა მისი თანაგუნდელების ამა თუ იმ წარმომადგენლებს. ერთ რამეს დავამატებ უბრალოდ მაგალითისთვის ტრამპს სხვადასხვა სიტუაცია შექმნა ფსიქოლოგიური. შეტევის გარდა სხვა გამოსავალი არც აქვს. აი მინესოტას მინეაპოლისის უბრალოდ მაგალითი ამის კარგი მაგალითია. ქალაქში პრაქტიკულად ისე ბუმია აი ამ ანტიკონსერვატორული გამოსვლების. აი ამ სიკვდილის მერე კალბატონის რა ქვია იმას საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი რომ მოგვა. დღეს არის აი მინეაპოლისი არის ცალკე და ამერიკაც არის ცალკე ეს შტაბ-ეჭილება შეგექმნება ადამიანს. გუბერნატორი გადავიდა კი, ესე იგი მოკლედ ამიტომ ტრამპი აკეთებს ყველაფერს ქმნის აი ამ ნარატივს რომ მუდმივ შეტევის რეჟიმში უნდა იმყოფებოდეს. სწორედ ხო ამაზმა ხოლმე გარჩევნებია კარს მომდგარი და რომ არ დახვდეს ეს ყველაფერი წინ, ამიტომ უნდა იყოს აი ამ რიტმში და ამ რეჟიმში მუდმივად. ძალიან საინტერესო პროცესია ამ თვალსაზრისით და უნდა ეს ყველაფერი დანის წვერზე გადის და შეიძლება ისეთი ფეხი დაცდომის, ერთი ფეხის დაცდომის შემთხვევაში შეიძლება ძალიან ცუდი ამბები განვითარდეს. კი ბატონო. ბატონო ირაკლი, როდესაც იგივე ვთქვათ ანტირუსულ, ანტიჩინურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ და ეკონომიკის ნაწილშიც აუცილებლად უნდა გკითხოთ
მათი ფაქტორი ჩინეთის და რუსეთის და ერთგვარი ევროკავშირის ლიდერთა ნაწილის ყოველ შემთხვევაში ხედვები რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში მაკრონის პოზიციით შეგვიძლია გავიხსენოთ აქვე რომ ჩინეთის ვთქვათ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომ მიესალმება და იმასაც ვხედავთ ბოლო პერიოდში რომ ჩინეთთან ცდილობენ ურთიერთობის დათბობას ევროპელი ლიდერები. აი ამ მოცემულობაში რა რეალობის წინაშე ვდგებით, მართლაც რამდენად რეალისტურია რომ უახლოეს პერიოდში ვნახოთ თუნდაც იგივე რუსეთთან მათი შეცვლილი პოზიციები და ურთიერთობა. აი, კარგი კითხვაა და ზუსტად ამაშია ფუნდამენტური განსხვავება შეერთებული შტატების და ევროპის დღევანდელი ევროპის მიდგომაში. რაშია ეს განსხვავება? შეერთებული შტატების ამ ადმინისტრაციის მთავარი ბეტოკი ეს არის ჩინეთი, იმიტომ რომ გააკეთეს გათვლები, გააკეთეს ანალიტიკა და დაინახეს რომ რამდენიმე წელიწადში ჩინეთი გადაასწრებს ამერიკას უკვე ნომინალით ეკონომიკის სიდიდით, მსხვილობით პარიტეტით უკვე კარგი ხანია გადაასწრო. მათი ფლოტი იქნება უფრო დიდი ვიდრე შეერთებული შტატების, ეს არის საუბარი სადღაც 5-6 ზოგიერთ საკითხი 7-8 წლის პერსპექტივაზე, ეს რა ძალიან ცოტა არის დაგეგმისთვის. ამიტომ ტრამპი ჩქარობს ამ პროცესებს, ხოლო ევროპისთვის პირიქით. ევროპისთვის ჩინეთია სწორედ მოკავშირე, რატომ? იმიტომ რომ ჩინეთის მთელი ექსპორტ ორიენტირებული ეკონომიკა დაფუძნებულია ლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ ღერძზე, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა. ეხლა ჩინეთისთვის რა თქმა უნდა მიუღებელია ეს რაღაცა ულტრა რადიკალური გენდერული თემები, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ჩინეთისთვის არის ეგზისტენციალური. რატომ? იმიტომ რომ 30%-ზე მეტი ჩინეთის ეკონომიკის 30%-ზე მეტი არის ექსპორტი. თავის დროზე არის მაგალითად ჰარიმანის წერილი, ეს იყო საბჭოთა კავშირში ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო გრიფი მოხსნეს. ჰარიმანის წერილია 44 წელს, როდესაც ის სტალინის შეხვედრაზე იყო. თავის უფროს სახელმწიფო მდივანს საბარებს პატაკს, ასე ვთქვათ, სტალინთან მისი შეხვედრის შესახებ და წერს, რომ საბჭოთა კავშირი სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი არაპირებს საგარეო ბაზრებისთვის, ასე იგი კონკურენცია შეადგინოს, გაუწიოს ესე იგი და დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები იქნებიან მთავარი ბენეფიციარები იაპონიის და გერმანიის მიერ დაკარგული გასაღების ბაზრებისთვის. ეს კაპიტალისტებისთვის კარგია. სტალინი თვლიდა რომ ეკონომიკა და სტაბილურობა ქვეყანაში რო იყოს აუცილებელია ექსპორტი არ აღემატებოდეს ეკონომიკის 10%-ს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრი, რომლის ზემოთ თუ გადაცდა, ხო, უკვე რა სტაბილურობა იწყება და შეხტები დამოკიდებულები იმ ქვეყნებზე, ვინც ყიდულობს შენს პროდუქციას. შეერთებული შტატები დაახლოებით ამ ფარგლებში ინახავს თავის შეფარდებას ეკონომიკასა და ექსპორტს შორის. რომ დავაკვირდებით, შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქცია არის საჭმელი, საკვები პროდუქტები, ხო? სოიო, ხორბალი, რაღაც ასეთი წამლები, რაღაც მანქანადანადგარების რა თქმა უნდა არის, მაგრამ არ ცდილობს რომ ექსპორტ ორიენტირებული იყოს, იმიტომ რომ იცავენ მათ იციან შესანიშნავად ეს წესები. ევროპისთვის ჩინეთი გამოდის მოკავშირე, გლობალისტური ევროპაზე გვაქვს ახლა საუბარი. ხოლო შეერთებული შტატებისთვის ეს ალიანსები ასეთი და ჩინეთი არის მეტოქე, მოწინააღმდეგე, რომლის შეკავების პოლიტიკა უკვე დაიწყო. ვენესუელაზე და ირანზე შეტევა ორივე ეს არის ჩინეთზე შეტევის ერთ-ერთი ფაზა, რატომ? იმიტომ რომ ჩინეთი ვენესუელისგან და ირანისგან ორივესგან ერთად ყიდულობს თავისი ნავთობის იმპორტის 20%-ს. და შეერთებულ შტატებს რუსს ეს ჩაუკეტოს, ეს უпроსტად თვითონ გააკონტროლოს ჩინეთზე ენერგომატერიალების მიწოდების ჯაჭვი. რაც შეიძლება მეტი. 20% საგრძნობია. ეხლა ნახეთ, ევროპისთვის, ევროკავშირის პროექტისთვის გადარჩენის ერთადერთი შანსი ეს არის რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დაპატრონება. ეს უნდა მოახერხონ როგორ? დაამარცხონ რუსეთი, დაშალონ და შევიდნენ მე დასავლეთ ციმბირში, აღმოსავლეთ ციმბირში, ეს ჭაბურღელები უნდა გააკონტროლონ. როგორც დაახლოებით როგორც იყო 90-იან წლებში, შორს კი არ იყვნენ ამისგან. და იუკოსის საქმით დამთავრდა ესე იგი როჩილდების დომინაცია რუსეთში და ხადარკოვსკისთან ერთად როჩილდებიც გავიდნენ იუკოსთან ერთად. და შეერთებული შტატებისთვის რუსეთის ბოლომდე დასუსტება არის კატეგორიულად მიუღებელი ამ ფორმით, სტრატეგიული მარცხით მით უმეტეს, რატომ? იმიტომ რომ ის შემდეგ რუსეთის დიდი ნაწილი შეიძლება გახდეს ჩინეთის, ასე ვთქვათ, აქტივი.
ну ეს იმიტომ კი არა რომ ვიღაცას იქ ჩინეთი მოსწონს არა კანონზომიერებია გეოპოლიტიკაში და ეს ასე მოხდება აქედან გამომდინარე შეერთებული შტატები მართლაც ცდილობს ომი გააჩეროს იმიტომ რომ შემდგომი დასუსტება და რისკები აღარ ჭირდება რუსეთის შემდგომი დასუსტება აქედან გამომდინარე ალიასკაზე მოილაპარაკეს გარკვეული რაღაც ჩარჩოები და ადგინეს რომლის გარშემოც ახლა ეს თამაშს ახორციელებენ ევროპაზე ეს გრენლანდიის თემაც აქ ბატონებმა აბსოლუტურად მართებულად აღნიშნეს, რომ გრენლანდია თავისუფლად შეეძლო შეერთებულ შტატებს ბრიუსელში ნატო შტაბ-ბინაში მოეთხოვა რომ მე მინდა ეს ბაზა, ეს რაღაცა ლოკატორი უნდა დავდგო, ეს რადარი უნდა დავდგა, ანტისახაერო სისტემები და არავინ ვარს არ ეტყოდა, რა თქმა უნდა, კოლექტიური ნატოს დროშის ქვეშ ეს ყველაფერი გაკეთდებოდა და ადრეც ქონდათ კიდევაც, ხო, ყინულის ქვეშ გააკეთეს ყინულის ჭია, ეგრეთ წოდებული ეგრე ერქვა სამხედრო ბაზას, რომელიც იქ ააშენეს, მაგრამ არ გამოდგა, იმიტომ რომ ყინული დაიძრა. მაგრამ გრენლანდია სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით პირველ რიგში აუცილებელია ამერიკისთვის, იმიტომ რომ ეს გრენლანდია არის რუსეთიდან პოტენციური ბირთვული დარტყმის მთავარ გზაზე. ანუ პირველად სამოცნობა და ანტისახაერო სისტემები იქ უნდა განლაგდეს. რუსეთსაც აქვს განლაგებული ახალი მიწის კუნძულებზე და ფრანც იოსეფის კუნძულებზე არქტიკაში, გრენლანდიისგან არც თუ ისე შორს. ამას მოყვება შემდეგ კანადა, ეს უკვე ბრიტანეთზე იქნება შეტევა და თუ დავაკვირდებით ტრამპის შეტევები მიდის ძირითადად ნორდიკული ქვეყნების ალიანსზე, ეს არის დიდი ბრიტანეთი, ეს არის დანია, ეს აქ ლოკომოტივი დიდი ბრიტანეთია, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებში. სკანდინავიის ქვეყნებით შედის აქა და ნუ ისლანდიასთან ექნება ცალკე ურთიერთობები, მაგრამ კანადაში დაიწყო რა პროცესი ალბერტას პროვინციაში, რომელიც მთავარი მომპოვებელია ნავთობის და გაზის, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კანადისგან გამოყოფის მოთხოვნით. მანამდე ალბერტას შტატის პარლამენტმა იმსჯელა და დაავალა სამუშაო ჯგუფს შეისწავლონ ამერიკასთან მიერთები, კანადის ამერიკასთან მიერთების პლუსები და მინუსები. ანუ ალბერტაში მაგალითად ელიტა მომწიფებულია იმისთვის, რომ გადადგას ეს გარკვეული ნაბიჯები, ხა ჯერ დამოუკიდებლობა და მერე შეერთებულ შტატებთან შეერთება, ან პირდაპირ ასე ვთქვათ. მოკლედ ეს ბრძოლა ბრიტანეთსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის გრძელდება. გრენლანდიაც ამის ნაწილია, თუმცა სამხედრო სტრატეგიულად მართლა ჭირდება. და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, ასე ხმამაღლა იმიტომ აკეთებენ, რომ ევროპაში გაჩნდეს ბზარი. ევროკავშირის და ევროპულ ქვეყნებში ბზარი. ეხლა ჩვენ რას დავაკვირდებით, ხო, რაღაცა რაოდენობა ქვეყნების 8 ქვეყანამ გააგზავნა სიმბოლური კონტინგენტები გრენლანდიაში, ხო, ზოგმა 1 კაცი, ზოგმა 15 კაცი, მაგრამ აი გერმანიამ გააგზავნა 15 კაცი და 2 დღეში უკან წაიყვანა. რატომ? იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ტარიფები, ხა გერმანიას ეგ ტარიფები საერთოდ დაღუპავს. აი ეს ბზარი სჭირდება სწორედ ტრამპის ადმინისტრაციას. ეხლა დაიწყება დაჯგუფება, ვინ არის თანახმარო გრენლანდია დაიცვას და ვინ არ არის თანახმარო, ერთი გრენლანდიას ესე იგი ჩვენი საკუთარ ტყავი გადავარჩინოთ ეს ჯობი. ანუ შიგნით ხდება გადაჯგუფება. ეს გადაცემის დასაწყისში ჩვენ რას ვთქვით, რომ ცენტრიდანული აჩქარებები დაწყებულია. აი ამის დაჩქარებას აკეთებს პატივისცემული ტრამპი. დანარჩენი რა იქნება, როგორ იქნება, აგერ პოპკორნი და ჩვენ. ნახოთ რა და როგორ იქნება. ტრამპი ამასობაში ამბობს ბატონო ამირან, რომ მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ახლა ნატო საერთოდ არ იარსებობდა, ის ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა. იგივე გრენლანდიასთან დაკავშირებით რუტეს პოზიცია ვიცით და პოზიციონირება ვიცით. რა პერსპექტივა აქვს, როგორ გფიქრობთ, აი უახლოს მოკლე პერიოდზე რომ ვისაუბროთ, ვთქვათ ნატოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამ შემთხვევაში. ნუ თუ ასე გაგრძელდა პროცესები, ნატოს აქტუალობა ჯერ ერთი კედან დავიწყოთ, რომ გაფართოება შეჩერებული. დიახ. აი ესაა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მთელი პოლიტიკა გქონდა როგორც შიდა, ისე საგარეო აწყობილი ევროინტეგრაციაზე, ხო? და აქ რაც არ უნდა მომხდარიყო, ეხლა მესმის ეს პროტესტი რაც მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული რაღაც ევროპული არჩევანისთვის, ეხლა იმ ახალგაზრდებს ამ თემებზე ვერ დაელაპარაკები და არც აინტერესებთ რა ხდება დღეს ევროპაში. ჩვენგან დამოუკიდებლად, ხო, აქ არ იყო მხოლოდ საქართველოსთვის საუბარი, ნატოს გაფართოება ტრამპის პირობებში დაიხურა. დიდი ალბათობით ეს გაგრძელდება.
ჩვენ რა პროცესებსაც ახლა ვსაუბრობთ, აი ეს ციკლურად რაც მიდის ხო, სოფლიოში რა, თუნდაც იგივე ამერიკის პოლიტიკა რაც განვიხილეთ მისი დასაბამიდან და მონროს დოქტრინიდან დღემდე რამდენიმე ისეთი ტალღა განიცადა ცვლილებების ათეული წლები გრძელდება. და დღევანდელი პროცესები ახლა ზოგი რამ შეიძლება გადაწყდეს ხვალ, იმაზე ხო არა საუბარი გრენლანდიას როდის წაიღებს ეს წინააღმდეგობას როდესაც ხედავთ, ეს არის საინტერესო. ყოველთვის წინააღმდეგობა იყო, ჩვენ ხო ვისაუბრეთ ახლა პირველ ნაწილში, იგივე დანიასთან მიმართებით ეუბნებოდა რომ მე თუ არ მომცემ გერმანია წაიღებს, ახლა ეუბნება რომ ჩინეთი წაიღებს, ხო რა მნიშვნელობა იქ იყო სხვა კუნძულებზე საუბარი, ცოტა პატარებზე, სხვა რეგიონში ახლა დიდ კუნძულზეა საუბარი, ყველაზე დიდ კუნძულზე მსოფლიოში, ოღონდ სხვა მიმართულებით, ანუ სხვა რეგიონი გახდა ამერიკისთვის ირაკლი, კარგად ისაუბრა ამ თემაზე, ხო, ჩრდილოეთი და აქ მხოლოდ აბსოლუტურად ვეთანხმები, მხოლოდ ბაზებზე არაა საუბარი, აქ საუბარია მთლიანად მთელი არქტიკის ზონებად დაყოფაზე და იქ ყველაზე დიდი საზღვარი არქტიკის აქვს აი ამ სახელმწიფოებს, ხო, ამერიკა, რუსეთი და არიან კიდე სხვა ქვეყნების სკანდინავიის და არქტიკის წიაღისეული არის პერსპექტივა ხო და არქტიკა ამის წიაღისეულის გამო იქნება მარტო იმაზე ხო არა საუბარი ახლა რომ ჩინეთიდან რაღაც სავაჭროის ჩაკეტოს ან გააკონტროლოს წიაღისეულია მთავარი და ყველაფერი საერთოდ წიაღისეულის გამო ხდება ყველგან ჩვენს ირგვლივ აღმოსავლეთი იქნება თუ სხვა და რაც შეეხება ნატოს ანუ იმით დავიწყე რომ დახურულია და ჩვენთვის ეს არის ყველაზე ესეთი საფიქრალი თემა რომ არ უნდა ვიყოთ მძევალი ამ პოლიტიკის ახლა როგორც მაგალითად ამერიკა აქცია უკრაინის ომის მძევლად ამერიკამ ევროპა ხო და ვერ მოხდა დროულად გადაწყობა აქ მორალური ნაწილიცაა ახლა უკრაინას უთხრეს რომ გააგრძელე ომი იომე ნატო და პლუს კიდე დამატებით ანუ 50 თუ 51 ქვეყანა იყო კოალიციაში და დღეს ფაქტობრივად შეიძლება მოხდეს ისე რომ უკრაინა ან მარტო აღმოჩნდეს ან ძალიან ისეთი მცირე სუსტი კოალიციით რუსეთის წინააღმდეგ და ამერიკის გარეშე ის 50 ქვეყანაც არაფერი არ არის და რაც შეეხება ახლა ამ პერსპექტივას ჩვენ თუ გადავხედავთ იმ ახალ დოქტრინებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში რომელიც მიიღო ამერიკამ რუსეთი აღარ არის თავარი საფრთხე თავარი საფრთხე არის ჩინეთი მხოლოდ და ირაკლიმ ბატონებმა ყველამ ისაუბრეს ამ თემაზე მაგრამ რაც შეეხება იმ ნაწილს რომ რუსეთის დაშლა აღარ აწყობს ამერიკას დღეს აღარ აწყობს შეიძლება 30 წლის შემდეგ ან 10 წლის შემდეგ სხვა რეალობა შეიქმნა ჩვენ ხო არ ვიცით ახლა ეს პროცესები როგორ წავა და ჭადრაკის დაფა რაც უყვარდა იმ ცნობილ პოლიტოლოგს ხო როგორ დაალაგდება არავინ იცის ხო თვითონაც არიციან ვის დღეს თილობს ამ სურათის დახატვას თვითონაც არიციან როგორ განვითარდება მაგრამ მათ იციან რა უნდათ ჩვენ აქედან უყურებთ და ვცდილობთ პოსტფაქტუმ განცხადებებით ქმედებებით რაღაც ისტორიული წარსულით დავინახოთ რა მოხდება როცა რუსეთი არ არის თავარი საფრთხე და ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინა ორი ბლოკი იყო ერთი ბლოკი დაიშალა ამ დაშლას აქ ვისაუბრეთ ნაწილობრივ რა მოყვა შემდეგ და რა სურათი მივიღეთ და დღეს გამოდის რომ თუ ამერიკისთვის რუსეთი აღარ არის თავარი საფრთხე და მისი თავარი დასაყრდენი აქ ნატო იყო საბჭოთა კავშირის და შემდგომში რუსეთის წინააღმდეგ მაშინ რა არის ნატოს დანიშნულება და თუ ნატოს დანიშნულება არის ის რომ უსაფრთხოების ქოლგაში იყვნენ თვითონ ზოგადად ვისგან გასაგებია ხო რუსეთისგან ვისგან ანუ აქ რუსეთია მარტო ხო ერთმანეთს სხვა რეომებია ხო ანუ აქ სუსტება ფაქტობრივად თლიანად ბლოკის როლი ამ ეტაპზე ესია და დღეს ეს ტენდენციებია და ის განცხადებები ახლა რასაც მოვისმენთ ჩვენ ტრამპისგან იქ შეიძლება ნატოზეც იყოს საუბარი ზოგადად ევროპაზე ხვალ ხო და ბევრი რამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გასაგები გახდეს მაგრამ ის მწვავე
ურთიერთობები დღეს რაც არის ამერიკას და ნატოს შორის, ამერიკას და ნატოზე პირდაპირ ის არაკეთებს აქცენტებს, მაგრამ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მგონი ყველა ნატოს წევრია, ხო? ახლა შეიძლება თითოეულად ამერიოს მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ბირთვი ეგ არის, ხო? ხო და ფაქტობრივად როცა ვლაპარაკობთ ევროკავშირზე, ხო, შეგვიძლია ვიგულისხმოთ ნატოს, აქ ხო როგორ შეიძლება? ხო, ეს არის და ამიტომ ჯერჯერობით ეს პერსპექტივაა და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ბატონო მამუკა, თქვენ საქართველოს ახსენეთ წინა საუბრისას და აი ამ თემით გავაგრძელოთ საუბარი. მაშინ ერთი რასაც ვუყურებთ და რაც ხადად გამოჩნდა ამ დრომდე თუ საერთაშორისო სამართალზე აპელირებდნენ და ამბობდნენ რომ ეს არის მთავარი საყრდენი და ვთქვათ საორიენტაციო საკითხი. ამ დროისთვის უკვე იგივე ტრამპის განცხადებებმა რომ მისი მორალი არის მნიშვნელოვანი, მისი ხედვა არის მნიშვნელოვანი და დამოკიდებულებები ფაქტია რომ შეცვალა პოზიციებიც და რეალობაც რაც მთავარია ფაქტია ყველა ფიქრობს საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში გადარჩენაზე თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ამ პირობებში რატომ ჭირს, მოდით პირდაპირ კითხავთ საქართველოში თუნდაც ფუნდამენტურ ეროვნულ საკითხებზე შეთანხმება მოქალაქეებს შორის. რატომ არის აი ამდენად პრობლემური და აქვე მოსწონთ, არ მოსწონთ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოსწონს თუ არ მოსწონს, ფაქტი არის ხელისუფლება აცხადებს რომ სწორედ ეროვნული ინტერესებიდან და მშვიდობიდან გამომდინარე აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და ახორციელებს იმ პოლიტიკას, რასაც აწარმოებს. ნუ ახლა მოდით ესე ვთქვათ, ჩვენ ისტორიას რო გადახედო, ძალიან იშვიათად ყოფილა რომ შეთანხმებულა ერი აი იმ საკითხებზე. ესეთ პერიოდი იშვიათი ყოფილა საქართველოს ისტორიაში, თუმცა იყო რასაკვირველი. ეს ჩვენი ხასიათისთვისაც არის და გარდა ამისა ისიც არის რომ ბევრი ფაქტორებია სხვადასხვა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ძალიან ძლიერი გარე გავლენები. არის ეს გარე გავლენების ძალიან ერთ-ერთი ფაქტორია. გადამწყვეტი რასაკვირველია შეიძლება არ იყოს, არ მინდა ახლა გამოვიწვიო ნებათაღელვა მაყურებლების ერთ ნაწილში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პრაქტიკულად ახლა მთელი სამხრეთ კავკასია, მე სამხრეთ კავკასიაზე ერთიანად ლაპარაკობ, ამას თავისი აზრი აქვს. გაჯერებულია ისე აი ამ პატარ-პატარა მეხუთე კოლონებით, რომ ვერ წარმოვიდგენთ. პროსტორეთ ალბათ ხედავ და იცით კიდევაც. ახლა რომ კარგად რო დაითვალო, რამდენი გავლენის ესე იგი პლატფორმა არსებობს საქართველოში, შეიძლება გაუწდე კიდევაც საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში საერთოდ. ესე იგი, ესეც არის გავლენის ჯგუფები, ძალიან სერიოზული. ნუ ხა რასაკვირველია, ყველა ჩვენთაგანის სურვილია, რომ რაღაც ერი და ბერი ერთად იყოს, ერთად ჩამოყალიბდეს რაღაც საკონძო საკითხების გარშემო და ერთიანი პოზიციით გამოვიდეს. მაგრამ ხო გეუბნებით, აი ბევრი ფაქტორები უშლის ამას ხელს. საბოლოო ჯამში ეს ძალიან უკან ხევს ყველაფერში, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა ერთმანეთი, ექსტრემალურ სიტუაციაში საჭიროა რაღაცა ერთიანი პლატფორმით მიუდგეთ ამას ყველაფერს, ერთიანი პოზიციით მიუდგეთ. აი ოპოზიციას რომ შევხედოთ ბატონო მამუკა, ამ დრომდე საუბარი იყო რომ სწორედ ოპოზიცია არის პროევროპული პარტიები დაკომპლექტებული, რომ ისინი არიან პროევროპელები და მხოლოდ მათი მხარდამჭერები არიან პროევროპელები და რომ ხელისუფლება აწარმოებს ანტიევროპულ პოლიტიკას და ფაქტი არის რომ დაიჯერეს ეს იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და ასე პოზიციონირებენ, თუნდაც აქტივისტებმა, საზოგადოების ნაწილმაც კი დაიჯერა და ამავდროულად ვხედავთ იგივე აქციებს, ვხედავთ შეურაცხყოფას განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებს აყენებენ შეურაცხყოფას, მანქანებს ლეწავენ და ასე შემდეგ ის პროცესები რაც მიდის მოკლედ საქართველოში. რატომ არ შეიძლება რომ აი ან რა პერსპექტივა აქვს მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებსა და ევროპას შორის, ევროკავშირის შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ხედავთ ღია დაპირისპირებას ფაქტი არის თუნდაც განცხადებების დონეზე ბოლო პერიოდში, ხომ? აქ რა ვითარება შეიძლება შეიქმნას ოპოზიციურ სპექტრში? ანუ პროამერიკელები და პროევროპელებს მივიღებთ თუ აი რა ვის ამოცემულობა შემირჩევა იქნება აი ოპოზიციური სპექტრთან დაკავშირებით, შემირჩევა იქნება რომ მიმდინარე პროცესებში კარგად გაერკვეთ. საქართველოში კი არა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. ძალიან მრავალშრიანი და მრავალწახნაგოვანი გახდა მსოფლიო პოლიტიკა და ბევრი რამე ზედაპირზედებს და კარგი იქნება თუ გაერკვევიან ამ ვითარებაში და ჩაიხედავენ და გაერკვევიან და ერთ იგივე ეს ლაპარაკი წამგებიანია. ეს პროევროპელობა, პრო ეს ნუ გასაგებია ყველაფერი, მაგრამ მე ვთვლი რომ
დღევანდელი გარემოება კარნახობს აბსოლუტურად სხვა ნაბიჯების აუცილებლობას. იმას არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა მთავრობა შეურიგდით და იმ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. თუმცა ეს შემთთვის რა შეიძლება იყოს ეს ნაბიჯები? ბატონო? რას კარგი? აი, რასები შეიძლება იყოს და ჯერ ერთი უნდა გქონდეთ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ან ნეიტრალურია, ან თქვა, თუნდაც მათ მხარს უჭერს, კაფიოდ ხედავდეს დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორ ჩამოყალიბდა მათი პოზიცია. ეს პოზიცია გუშინ წინდელია. ეს არ არის დღევანდელი პოზიცია. აი ეს უნდა ჩანდეს. კაფიოდ რომ გაიგეს, რაც ხდება თელსოფლიოში. აი როგორ არის იცით რომ საზოგადოებრივი დაძაბულობის თვალსაზრისით დაახლოებით იგივე სურათია ჩვენს მეზობელ სომხეთში და სხვადასხვა ის რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, ასეთივე დაახლოებით საუბარი მოვისმინე ამ ცოტა ხნის წინ იქაური კოლეგებისაგან. დაახლოებით იგივე სატკივარი აქვს. ეს სამხრეთელი ხალხისთვის არის დამახასიათებელი, როდესაც ყველა ცდილობს თავისი აზრი დომინანტური იყოს და არ უწევს ანგარიშს იმას რა ხდება გარშემო. ეს მაგალითისთვის მოვიყვანე. მოკლედ ასეა თუ ისეა მე ერთი როცა ეს აქციები დაიწყო ერთ-ერთ გადაცემაში, თქვენ გადაცემაში მე გახსოვთ ხას უსვამდი კონსოლიდაცია კომპრომისის აუცილებლობას. ძალიან მინდოდა რომ ეს მომხდარიყო საზოგადოებასა და პროსტორეთ აი საპროტესტო განწყობა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ნუ ეს არ გამოვიდა. და ეხლა ვფიქრობ რომ საჭირო გადაფასება იმ მოვლენებისა რაც გარშემო ხდება. სოციალიზმის არ მხოლოდ ოპოზიციას ვლაპარაკობთ, მაგრამ პირველ რიგში ოპოზიციას გადაფასება და ახალი მიდგომების დემონსტრირება. არ არის ისე რა მიდგომები იქნებოდა ოპოზიციისთვის მომგებიანი? ნუ პირველ რიგში და აუცილებელია გადაფასება გავატარეთ უკვე. ხო დანარჩენი პირველ რიგის რა არის? პირველ რიგში და აუცილებელია მე მაინც ვფიქრობ რომ დიალოგის რეჟიმის შექმნა საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. არ ვლაპარაკობ ხელისუფლებასთან, როგორ მომივა თავში და ენა როგორ მომიტრიალდება, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. არ შეიძლება ნაჭუჭი იყო ჩაკეტილი გაუთეებლად. რასაკვირველია, ხა თუ ვიღაცამ კითხავს, იმასაც ვეთქვი, რომ ხელისუფლებასაც მართებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მიმართულებით. ამ შემთხვევაში რაზეა ლაპარაკი? მსოფლიო შეიცვალა. კი არ იცვლება, შეიცვალა. ახალი გამოწვევები გაჩნდა, ახალი ამოცანები გაჩნდა. და აქედან გამომდინარე, უნდა გავარკვიოთ რა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ვერ გავარკვევთ, თუ არ მოხდება დიალოგის რეჟიმის შექმნა. სოციალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის მსოფლიოში, როგორიც არის დღეს, ასეთი ხასიათის მსოფლიოში, როგორიც არის, იქ ტერიტორია არ არის ის როგორ არის ყველაფერი შეიცვალა ხო შეიცვალა სამართლის ძალა ჩაანაცვლა ძალის სამართალმა აქედან გამომდინარე შენი სახელმწიფოებრივი საზღვარიც კი გახდა ექცევა კითხვის ნიშნის ქვეშ და დაგვიმტკიცა ეს ვენესუელის და ზოგიერთ სხვა მოვლენად იმისათვის რომ შეინარჩუნოს სახელმწიფო უნდა კონდეს ტერიტორიის დაცვის საკუთარი საზღვრების დაცვის უნარი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მით უმეტეს როდესაც არა მარტო აღარ აკავს მოყვარე ესე თქვა მეგობარი იმისათვის რომ დაიცვა შენი ქვეყანა ამისთვის საჭიროა რომ საზოგადოებაში იყოს არსებობდეს კონსენსუსი ამასთან დაკავშირებული ხო და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ქვეყანას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიცავ საქართველოს სახელმწიფოებრებას ვერ შევინარჩუნებ თუ ესეთი გახლეჩილები იქნებით მუდმივად ყველამ უნდა იცოდეს ეს ამბავი და გაიგოს პირველ რიგში სხვა შორის იმ ადამიანებმა იმ ინტელექტუალმა ნაწილმა ოპოზიციის განსაკუთრებით რომლებიც თავს თვლიან საქართველოს ესე ვთქვათ ჭიპად გასაგებია ბატონო მამუკა და ბატონო რამაზ მაშინ როდესაც ეს ღიად ვხედავთ უკვე დაპირისპირებას ევროკავშირის ქვეყნის ლიდერებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ამავდროულად თქვათ ჩვენი ქვეყანა ხომ საქართველო და აი ამ ვითარებაში ვუყურებთ რომ ხელისუფლება აგრძელებს კურსს მოდით აი ამ კურსს დავარქვათ პირობითად რა თქმა უნდა ნეიტრალიტეტი და ამბობს რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები რომ არის სუვერენიტეტი მთავარი რომ გამოდიან ეროვნული ინტერესებიდან და რომ ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა რა იქნება მსოფლიო მასშტაბით რაც ხდება იმის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლების მართებული პოლიტიკა უახლოესი პერიოდის განმავლობაში არაერთმა
ანალიტიკოსმა გარეთ შიგნითაც მე მგონი თითოეულმა ჩვენგანმა სხვადასხვა პლატფორმაზე თქვა რომ ჯერჯერობით სულად არ გაგვიგოს ვინმე სწორედ მედის ეს ქვეყანა. ხო, ეხლა სხვადასხვა პლატფორმაზე თქო. ერთი იდეა გამიჩნდა მამუკას ლაპარაკის დროს რომ ასო თქვენი შეხვედრები რო დაიდოს მე გაშიფრული სახით უნიკალური შეხვედრაა ხო ჩვენ რამდენი ხანია ცალ-ცალკე ხვდებით მაგრამ ასე დატრიალებული თემები ჩვენში არც მახსენდება როდის მომხდა არც არასოდეს არ მომხდა ვებგვერდზე სოციალურ ქსელში ციდება ბატონო ამას არ არის პრობლემა ტექსტი გულისმა ვიდეო აი რატო კიდე მამუკას ნათქვამზე თქო ქვეყნის უსაფრთხოებას განაპირობებს აი ჯარი ეს საერთო ცნობიერება საერთო ცოდნა რა ხდება მსოფლიოში ნახევარზე მეტმა ქართულმა საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან არა იმიტომ რომ არ ენწეს ნუ რაღაც არ მიუწვდებათ ერთნაირ წყაროსთან არადა დღეს დეზინფორმაციის ხარისხი არის უნიკალური არასოდეს არ ყოფილა აი რაღაცნაირად ერთ პოზიციაზე დაყენება საქართველოს ყველა მოქალაქისა ამ ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. ამ გარანტიამ საქართველოს უკვე დაიცვა არჩევნების დროს საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მისცა სუვერენიტეტის ხმა მისცა სუვერენიტეტს. ეს სწორედ საერთო ცნობიერებამ განაპირობა, რომ დიდ ნაწილს ერთნაირად ესმოდა რა არის სუვერენიტეტი, რა არის ევროპა და რა არის ქართული ინტერესი. ამიტომ აი ასეთი ზრუნვა იმაზე, რომ ქართველები ერთნაირად ხედავდნენ ერთ და იგივე მოვლენებს. მარტო მართლმადიდებლობაში არ არის საქმე. დღეს უკვე პოლიტიკაშიდაც ერთნაირი რწმენა უნდა გქონდეს და ერთნაირი თვალსაზრისი. რაც შეეხება რა არის სწორი ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ მეც რომ ის ხალხი სწორია რაც კეთდება აი ერთადერთი ეს რაც ახლა ვთქვით რომ საჭიროა უფრო მეტი ინფორმირება მთელი მოსახლეობისა მაგრამ მეორეს მხრივ როგორ გადატრიალდება რა თქმა უნდა ძნელია ეს ბორბალი ბედის ბორბალი ძნელია თქმა მაგრამ გამოთვლაც შეიძლება კერძოდ გვაქვს ერთი ის ვარიანტი რაც მე ვთქვი და მიმაჩნია ლოგიკურად რომ შეიძლება ევროპა წამოვიდეს რუსეთისკენ და მიმაჩნია რომ სწორედ ევროპის რუსეთისკენ ყურება არის იმის მიზეზი რომ დღეს ევროპული ქვეყნები აფინანსებენ ჩვენთან საპროტესტო აქციებს ეს ერთი და იგივე პოლიტიკის გაგრძელებაა რუსული და ევროპული პოლიტიკის გავიხსენოთ სააკაშვილი რუსებმა და იმ შემთხვევაში ამერიკელებმა ერთად მოიყვანეს არც ახლა გამორიცხული რომ რუსებსა და ევროპელებს ერთნაირი ინტერესი ჰქონდათ იმიტომ რომ ჩინეთის შემოსვლა არ არის სასურველი რუსეთისთვის რადგან ემაში ციმბირში გამოჭმა დაიწყო ჩინეთმა რუსეთის ტერიტორიების და ანალოგიურად აქ რო შემოუშვას რუსეთმა ჩინეთი შეიძლება ჩრდილო კავკასიის გამოღრმად დაიწყოს ჩინეთმა მადა აქ და ამდენად თან რუსეთი ვერ ეწინააღმდეგება ხმას ვერ იმაღლებს ჩინეთის წინ და ამდენად ჩინეთის შემოსვლა ამ რეგიონში რომელიც რუსეთს მიეჩნია თავის რეგიონს თავის მონროს სივრცეთ მისი მონროს კანონი დოქტრინა ამ სივრცეზეა პოსტსაბჭოთა სივრცეზეა დუგინი მაგას ლაპარაკობს ერთი გვერდი და თუ კი შემოვა ჩინეთი პოსტსაბჭოთა სივრცე მიაქვს ჩინეთს და ჩინეთს ხმას ვერცებს ისე რომ აქ სერიოზული პროცესები და ჩინეთი ამავე დროს სახიფათოა ევროპისთვის იმიტომ რომ ტრანზიტი კი სანამ იქიდან მოდის ტრანზიტია მაგრამ აქ თუ დადგება ჩინეთი უკვე ევროპისთვის სახიფათო ხდება რომელ ქვეყანაში შეაბოტებს
თავის უზარმაზარი შექმნებით გასვლა არის. ასე რომ აი ამ პროცესთან გვაქვს უკვე საქმე. უკვე მიდის იმ ჯგუფების დაფინანსება იმ ხალხის მიერ, ვინც დაინტერესებული არის და რიტორიკაში ხედავთ, რომ ეს ჯგუფები არც ჩინეთს ახსენებენ, არც ამერიკას კარგად არ ახსენებენ. ყველასთვის მიუღებელია. და ამავე დროს შეიძლება ამერიკა აღმოჩნდეს ანტიჩინური, ხო? ჯერ კიდე ეგრავს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა როგორ წავა არ ვიცით. ისე რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვაგრძელებთ ყოფნას. იყო ხელისუფლების იმედი, რომ ომი დასასრულს მიუახლოვდება და დამთავრდება ეს ჩვენზე დარტყმაო, ხედავთ, რომ არ მთავრდება დარტყმა, ჩემი ვერსიით კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან აი ესეთი ინტერესები გროვდება საქართველოს თავზე და ერთადერთი რაც შეიძლება ხელისუფლებამ ქნას არის ის, რომ იძგდნენ მტკიცედ და შეურყევლად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი სტუმრები დღეს იყვნენ ანალიტიკოსები, ექსპერტები რამაზ საყვარელიძე, ირაკლი გოგავა, მამუკა არეშიძე, ამირან სალუქვაძე. ასეთი იყო დღევანდელი აქტუალური თემა. მე მაკაცინცაძე ვარ და გემშვიდობებით სამშაბათამდე.